საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. გაცემის მთავარი თემა დღეს არის ავტომანქანების ტექდათვალიერების პროცესი. პროცესი, როგორც იცით, საქართველოში სავალდებულო 2015 წლის 1 მარტიდან უნდა გამხდარიყო, თუმცა გადაიდო 2017 წლამდე. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ ჟურნალ ავტობილდის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე და ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გრძებისთვის დირექტორი ეკა ლალიაშვილი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვინდოდა რომ გადაცემაში გაჟღერებულიყო სახელმწიფო პოზიციაც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ეკონომიკის სამინისტრო რატომღაც უარს ამბობს კომენტარს გაკეთებაზე 2017 წლამდე. ასევე გადაგვამისამართეს ეკონომიკურ საბჭოსთან და მათი პასუხიც იდენტური იყო. კარგი, სანამ კონკრეტულ კითხვებს დავსვამდეთ, მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენ სტუდიის ტელეფონის ნომერს 0341 25 44 00 თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და ჩვენ სტუმრებს დაუსვათ შეკითხვები. კარგი, ჩალვა, საუბარი მინდა თქვენგან დავიწყოთ. საინტერესოა მსოფლიო პრაქტიკაზე ვისაუბროთ თავდაპირველად. არსებობენ თუ არა ისეთი ქვეყნები, სადაც ტექნიკური დათვალიერება არ არის ამ ეტაპისთვის მიღებული? საღამოშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, სადაც არ არის ტექდათვალიერება, მათ შორის საქართველო, სადაც 2003 წლიდან აღარ არის ტექდათვალიერება, თუმცა ასეთ ქვეყნები არის არაგანვითარებული ქვეყნები, ესე ვთქვათ, ან განვითარებადი ქვეყნები. ევროკავშირში, ევროპაში ყველა ქვეყანაში არის ტექდათვალიერება. ეს შეგვიძლია ვთქვათ და რაკიღა ჩვენ მოვაწერთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და მივიწევთ ევროპისკენ, ადრე თუ გვიან მოგვიწევდა ტექდათვალიერების დაბრუნება საქართველოში. როგორ ფიქრობ, ჩალა, ვთქვათ, იმისთვის რომ მანქანა ჩათვლილიყო ვარგისად, რა პარამეტრების დაკმაყოფილება მოუწევდა? ანუ რეალურად მოსახლეობა რა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო? და რა პარამეტრებია? წინაშე შეიძლება უფრო მანამდე იდგეს მოსახლეობა ვიდრე ტექდათვალიერებას შემოიღოს, ვიდრე მას შემდეგ რაც ტექდათვალიერება ოღონდ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ტექდათვალიერების არა იმ სახით დაბრუნებას, როგორც იყო საქართველოში, არამედ ტექდათვალიერებას ისე, როგორც ეს არის საჭირო, როგორც ეს არის მიღებული ყოველგვარი კორუფციის გარეშე და ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მორგებული მოსახლეობაზე. ამ შემთხვევაში ეს ტექდათვალიერება ეხება ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას, რამდენად ტექნიკურად გამართულია ავტომობილი. რატომ უნდა იყოს ავტომობილი ტექნიკურად გამართული? იმიტომ რომ იყოს უსაფრთხო მძღოლისთვის, მგზავრებისთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის თუ გამონაბოლქვის კუთხეს გავითვალისწინებთ. პარამეტრები არის ძალიან ბევრი, რომელსაც უნდა აკმაყოფილოს ავტომობილმა, უამრავი დაახლოებით 300-ზე მეტი კრიტერიუმია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება ვთქვათ? უმარტივესი, მაგალითად, მუხრუჭები, ფარები, თუმცა ამას ყველა აკეთებს, ეხლა ფარი რო გადაიწვება ავტომობილში, გამოცვლიან ხოლმე მაშუქებს, ან ნატურებს. ეს ნაკლებად მტკივნეული. ყველაზე მტკივნეული, რა თქმა უნდა, არის კატალიზატორი, რომელიც ესე იგი გამონაბოლქვის საკითხს აგვარებს, ანუ ამცირებს გამონაბოლქს, ამცირებს CO2-ს გამოყოფას და ნაკლებად აბინძურებს გარემოს ეს ნაწილი, რომელსაც ქვია კატალიზატორი. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული, რომელიც არის ძვირადღირებული დეტალი, ესე ვთქვათ, და რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოში ავტომობილებისა არ აქვს. ეკა საინტერესო პროცესმა რატომ გადაიწია, ვთქვათ, იმის გამო, რომ ვთქვათ, ქვეყანაში ესეთი მძიმე სოციალური ფონია შექმნილი თუ იმის გამო, რომ მოსახლეობა არ იყო მზადა ამ რეგულაციისთვის? მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ თემის განხილვისთვის თქვენ სტუდიაში. მე ვფიქრობ, არც მოსახლეობა იყო ამისთვის მზად და არც სახელმწიფო. და როგორც თქვენ ახსენეთ 2017 წლამდე სამწუხაროდ არა 2 წლით, არამედ 2017 წლის 31 დეკემბრამდე არის გადადებული ეს პროცესი, ანუ თითქმის 3 წელი გამოდის. და რა თქმა უნდა ეს 3 წელი ჭირდება, ეს არ არის ის დრო, რომელიც უნდა დაიკარგოს, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, უნდა გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ჯერ პირველ რიგში საინფორმაციო კამპანია განხორციელდეს, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე და რატო გვჭირდება ტექნიკური დათვალიერება ავტომობილების და ეს საჭირო არის ისევ და ისევ საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ჯანმრთელობისთვის, იმისთვის, რომ გარკვეული წლების მერე ეს არ მოგვიბრუნდეს ჩვენ უკან, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად, ამიტომ ჯანმრთელობის დაზიანების ფასად, ამიტომ საზოგადოებას ძალიან ხშირი კამპანია და ისეთი ინფორმირება უნდა გავუწიოთ ამ მიმართულებით. იგეგმება რეალურად თქვათ, აი მსგავსი აქტივობების ჩატარება, რომ მეტი ინფორმაცია ქონდეს მოსახლეობას ამ ტექნიკურ დათვალიერებაზე. სახელმწიფოს მხრიდან რა იგეგმება, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა აუცილებლად
აუცილებელია და ისევე როგორც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით ამ მიმართულებითაც საინფორმაციო კამპანიის განხორციელება უმნიშვნელოვანესი. ჩვენი ორგანიზაცია უფრო მეტად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და მანქანის გამართულობა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ როგორც შაკომ აღნიშნა, სწორედ რომ დაამუხრუჭოს დროულად ავტომანქანამ არ შექმნას საავარიო სიტუაცია და იგივე ქვეითებისთვის და სხვა გზის მონაწილეებისთვის არ იყოს საფრთხის მომცველი. რაც შეეხება სახელმწიფოს მზაობას მეორე მიმართულებით, აქ არის საუბარი იმ პუნქტებზე, ტექდათვალიერების პუნქტებზე, რომელიც პრინციპში 20-მდე არის დაახლოებით ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის საჭირო არის, რა თქმა უნდა, მილიონი მანქანა ყავს საქართველოს მასშტაბით, ამიტომ აი ამ რაოდენობის ტექდათვალიერების პუნქტი, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი და ეს პუნქტებიც თავისებურად თავიანთ სტანდარტებს მოითხოვენ, ხო? ეხლა გამართული უნდა იყოს მათი მუშაობა იმისთვის, რომ შემდეგ მოახერხოს ავტომობილების შემოწმება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პუნქტები გასაუმჯობესებელია, დასამატებელია და პრინციპში სამუშაო გასაწევია ამ მიმართულებით. ამიტომ ეს 2 და 3 წელი არის დრო იმისთვის, რომ დავიწყოთ, უკვე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და წინ გადავდგათ ნაბიჯები. ჩალო, თქვენ რა სიტყვით, ანუ რამდენად არის მართლა რეალურად ამის საჭიროება, რომ მსგავსი აქტივობები განხორციელდეს? აქტივობებში ამ შემთხვევაში გულისხმობთ საზოგადოების ინფორმირებულობას, ხო? ეს არის აუცილებელი. აი მაგალითად როგორც იყო ღვედზე, უსაფრთხოების ღვედის ამას წინ უძღვოდა უდიდესი კამპანია, იყავით თქვენს ჩართული კი არა და თქვენი ინიციატივით კეთდებოდა ეს უდიდესი კამპანია, უამრავი აქცია. ხა ღვედი ისეთ თემა იყო, რომ მაგალითად იყო ხოლმე გამოთქმები, რომ ქართველი კაცი არ უნდა დავაბათ და მე თვითონაც ვერ წარმომედგინე რომ საზოგადოება ესე მარტივად გაიკეთებდა უსაფრთხოების ღვედს. არა და ეს იყო ძალიან აუცილებელი, ხომ? მაგრამ ამას უძღვოდა წინ კამპანია და როცა შემოვიდა უკვე კანონი უსაფრთხოების ღვედის შესახებ, მეორე დღეს უკვე ყველას ეკეთა ღვედი. და მოხვდებოდი ავტომობილებს, როცა წარწერები ჰქონდათ, ტორპედოებს გაკეთებული, შევიკრა ღვედი, ყველამ შეიკრა ღვედი. ან ძირითადად ეს სარეკლამო ხასიათის უნდა იყოს თქვენს? არა, სარეკლამოც უნდა იყოს, მაგრამ მე გულისხმობ იმას, რომ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, უნდა შევეცადოთ, რომ გაიგოს საზოგადოებამ, რომ ეს პირველ რიგში კეთდება მათთვის. მათ არ უნდა კონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი იხდიან ფულს არაფერში, ვიღაცას უხდიან ფულს. მათ არ უნდა კონდეთ იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მათ ფულს ართმევს არაფერში. ეს როგორც იყო მანამდე, ამ ძველი ტექდათვალიერების დროს, როცა იყო კორუფცია, როცა იყო უბრალოდ გადაიხდიდი თანხას და შენ გამოგიშვებდნენ იქიდან. ეს კეთდება მათთვის. ეს უნდა გავაგებინოთ, ამას ეს მარტივი არ არის, ზედმეტი ფული არავის არ აქვს, არც ერთ მძღოლს საქართველოში, თუნდაც ეს იყოს 50 ლარი, მე დაახლოებით ეს თანხა იყო წელიწადში გადასახდელი, ანუ ავტომობილის ტექდათვალიერების დროს და ერთი სიტყვით უნდა რაც შეიძლება მეტი აქცია და აქტივობა გაკეთდეს. ეს თანხა ადრე იყო, თქვათ, გადასახდელი თუ ეხლა არის საუბარი 50 ლარზე? იყო საუბარი, სანამ გადადებდნენ 2017 წლამდე, მე ვიცი, რომ დაახლოებით 50 ლარი უნდა ყოფილიყო. ანუ შეიძლება შეიცვალოს ეს თანხა? სასურველია, რომ თუ კი იქნება ამის საშუალება პირველ ეტაპზე მაინც, ან პირველად ჩატარებული ტექდათვალიერების დროს იყოს ნაკლები, ან საერთოდ არ იყოს, მაგრამ ეს ალბათ გამორიცხული რაღაც გადასახადი იქნება. თუმცა წელიწადში ერთხელ 50 ლარის გადახდა არ არის, მაინც ძალიან მტკივნეული მძღოლისთვის, ჩემი აზრით, მართალია ზედმეტი ფული არავის არ აქვს, მაგრამ 50 როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის უკმაყოფილებას არ გამოიწევს აი ეს თანხა? მოსახლეობის უკმაყოფილებას 50 ლარზე მეტად გამოიწევს ის საკითხები, რომ მათ მოუწევთ ავტომობილის სრულყოფა. ამიტომ თავდაპირველად შეიძლება თქვა შემსუბუქება კრიტერიუმებისა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვიცი 1 წლის მერე თუ 2 წლის მერე როცა შემოვიტანოთ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როცა ყველა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ავტომობილი, იმიტომ რომ თუ არ დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაშინ უკვე აზრი არ აქვს საერთოდ ტექდათვალიერების შემოღებას. კარგით, არის თუ არა დაახლოებით აი პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით რამდენმა მანქანამ შეიძლება ვერ გაიაროს ეს ტექდათვალიერება? შეგვიძლია საქართველოში ყავს, როგორც აღნიშნე, დაახლოებით მილიონამდე ავტომობილი, აქედან 80% არის მსუბუქი ავტომობილები. და აი ესე ჩვენი მე შეგვიძლია ეთერში ვაჩვენოთ ასევე ის ინფორმაცია, თუ არის ამის საშუალება, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ინფოგრაფიკა ჯამსტარტის მიერ, სადაც ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ნაჩვენებია ძალიან მკაფიოდ, რომ დაახლოებით 73% ავტომობილების არის 15 წელს ზემოთ საქართველოში. პრინციპში როდესაც ვსაუბრობთ ამაზე, შეიძლება ასაკი ქონდეს ავტომობილს, მაგრამ იყოს რაღაც დონეზე გამართული და ის საბაზისო მოთხოვნები
მექანიზმები დააკმაყოფილოს, რაც პირველადად შეიძლება იქნეს შემოღებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ როდესაც ამ მასაკის ავტოპარკი არის ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა ალბათ ვერ შეძლებს დაკმაყოფილებას, არა მარტო ასაკობრივი ზღვარის გამო, არამედ რაღაც თვითონ მეტალსაც აქვს რაღაცა ვადები, ხო, ამორტიზაციის ვადა, ამიტომ ტექნიკურად მაგალითად რამდენი ავტომობილია, რომელსაც თქვათ ბამპერი აქვს მოხსნილი, გულისხმობ ან წინა, ან უკანა ბამპერს. სრულ ევროკავშირის ქვეყნებში უბამპერო ავტომობილი არ დაიშვება ქუჩაში. სიტყვაზე. ეს ერთ-ერთი მაგალითი. ხა კატალიზატორი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოში მეორადი ავტომობილებს აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ამოღებული კატალიზატორი. ან როცა გაფუჭდა მაშინ ამოიღეს, იმიტომ რომ კანონი არ ავალდებულებდა მის შეცვლას, ან უბრალოდ ამოიღეს და ჩააბარეს, იმიტომ რომ ეს ბარდება. კი, მაგრამ არც ისეთი ძვირი, ხა ყველაფერი არის ფარდობითი, ხო? შეიძლება $100 გამოიწერა, ოღონდ გააჩნია ავტომობილს. ხა ძვირადღი მაგალითად Land Cruiser Prados, ახალი Land Cruiser Prados კატალიზატორს $100 ვერ გამოიწერა, მაგრამ სიტყვაზე Opel Astra-ს ან საშუალო სტატისტიკური ავტომობილის $100, $150 არც ეს არ არის მცირე თანხა, დიდი თანხა, მაგრამ აქ ძირითადად ჩდება ხოლმე ესეთი კონტრარგუმენტი, რომ აი მაგალითად ჩვენი საწვავს მიხედონ, გააკეთონ ჯერ საწვავი და შემდგომ მოგთხოვონ ჩვენ კატალიზატორის, თქვათ, გამოსვლა, იმიტომ რომ აზიანებს თითქოს. კი, ცუდი საწვავი გარკვეულწილად აზიანებს, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც ეს, თქვათ, გქონია ბევრს. მაგალითად, იგივე მე მყავს საშუალო სტატისტიკური ავტომობილი, რომელსაც 6 წელია კატალიზატორი არ გაფუჭებულა და აბსოლუტურად ვთქვათ, მეც ქართულ ბენზინს ვასხავ, არც მე არ შემომაქვს ევროპიდან ჩემთვის ბენზინი. 6 წლის განმავლობაში მუშაობს ჩვეულებრივად და იმედია კიდევ დიდხანს იმუშავებს, როცა აღარ იმუშავებს, აუცილებლად გამოცვლი მიუხედავად იმისა, შემოვა თუ არა ტექდათვალიერება, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, ეს აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. შეიძლება დღეს ეს პრობლემა არ გვეხება, მაგრამ შეგვეხება წლების შემდგომ, როგორც თქვენ თქვით. კი, ალბათ ჯანმრთელობაზეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ტექდათვალიერების თავარი ამოცანა სწორედ თავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ ჯანმრთელობას ეხება სამწუხაროდ ეს საქართველოში არსებული მაცხოვრებლების და განსაკუთრებით თბილისში მინდა აღვნიშნო, როდესაც და ეს კადრებით თუ იქნება იმის საშუალება, ფოტო. აი პროდიუსერი მეუბნება, რომ ახლა სულ რაღაც 1 წუთში გავაკადრები ჩვენ ეთერის მეშვეობით, ასე რომ მაყურებელი ადევნებს აუცილებლად თვალს. ეკა, როგორ ფიქრობ, ტექდათვალიერება ხომ არ გააჩენს კორუფციას ჩვენს ქვეყანაში? როცა უკვე განხორციელდება ეს პროცესი. სწორედ ამაზეა საუბარი, სამწლიანი ვადა, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნეს იმისთვის გამოყენებული, რომ დამუშავდეს სწორედ ის მექანიზმები, რომელიც არ იქნება კორუმპირებული და იქნება აბსოლუტურად ისეთი, როგორც ჩაკომი საუბრა. და სწორედ ამიტომ ვიკავებთ ალბათ ამდენი წელია თავს ტექდათვალიერების შემოღებაზე, არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, თქო, იქნება თუ არა ეს კორუფციის წყარო, მაგრამ დრო გვაქვს სახელმწიფოს დრო იმისთვის, რომ სწორედ ისე დახვეწოს ეს მექანიზმი, რომ კორუფცია არ იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება თუ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული და გაკონტროლებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთი სიტყვით იმისთვის, რომ არ იყოს ეს კორუფციის ბუდე, როგორც იყო ადრე. ამისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს, მას მე ბევრი წლები გავიდა და დღეს უკვე სხვანაირად შეიძლება ამის კონტროლი, შეიძლება კომპიუტერიზირებული იყოს მთლიანად ეს სისტემა, არა მთლიანად, არამედ ძირითადი ნაწილი ტექდათვალიერებისა, სადაც დასმოსადებს კომპიუტერი და არა თქვათ ადამიანი, რომელსაც ეს კონტროლი უნდა იყოს მაქსიმალურად. თუ ჩვენ იქ რაღაც დაუშვით, შეცდომა, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს საერთოდ და თქვენ ვლაპარაკობთ. იყო შარშან მაგალითად იყვნენ ჩამოსულები საქართველოში გერმანელები, TÜV, ეს არის კომპანია, რომელიც ატარებს ევროკავშირში, ძირითად ქვეყნებში, გერმანული კომპანია, აკეთებს ტექდათვალიერებებს და იყო შეთავაზება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის მთავრობამ შესთავაზა თუ გარკვეული ტენდერი იყო, არ ვიცი, მაგრამ იყო. შემოვიდნენ, შეამოწმეს, შეისწავლეს ჩვენი საგზაო, ესე ვთქვათ, რეალობა. და ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ თვითონაც, იმიტომ რომ იგივე გადატანილი საჭე იყო თემა და ასე შემდეგ, იგივე კატალიზატორი ჩვენი მხრიდან მე ვიცი, გარკვეული ინფორმაცია მაქვს, რომ იყო მოთხოვნა მათ მიმართ თხოვნა, რომ თავიდან მაინც ყოფილიყო, თქვა სუბუქი იგივე კატალიზატორი არ ყოფილიყო თავიდან გათვალისწინებული და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა ვერ მოხდა შეთანხმება და TÜV-მა უარი თქვა პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ტექდათვალიერების ჩატარებაზე. ესეთი სერიოზული კომპანია თუ ჩაატარებს, თქვა გერმანული კომპანია მაშინ მე პირადად ბოლომდე მჯერა მათი და დარწმუნებული ვიქნები, რომ არ იქნება კორუფცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იქ არ იყოს რაიმე ცდომილები. კარგით, მაყურებელი გვიკავშირდება. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. გამარჯობათ. მე კითხვა ასეთი მაქვს, ახლა საუბრობენ თქვენთან სტუდიაში მოწვეულები, მაგრამ
აი ვცლად არ ლაპარაკობენ რაღაცა ეს ზედაპირულად ლაპარაკობენ ყველაფერზე. შესწავლილი თუ არის ეგ საკითხი, ანალიზი თუა გაკეთებული, კატალიზატორის ლაპარაკი ჩვენ ძველიდან გვახსოვს ამ კონკრეტულად თქვენ რა კითხვა გაქვთ ბატონო? კითხვა მაქვს შესწავლილი აქვს თუ არა ძირფესვიანად და შეუძლია თუ არა ამაზე დეტალურად ლაპარაკონ. აი შესწავლილი აქვს თუ არა რას გამოიწვევს ტექნიკური დათვალიერების შემოღება და დღეს დაწყება. აი ამაზე ილაპარაკონ. კარგით, ამაზე ვსაუბრობთ მგონია. კი ბატონო, დღეს დაწყება. დღეს დაწყება. თუ ჩვენ დღეს ან ხვალ დღეს ვერ მოვასწრებთ, თუ ხვალ შემოიღებენ ტექდათვალიერებას, ეს გამოიწვევს კოლაფსს პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის და ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი გაჩნდება უცებ ქვეყანაში. ამიტოა საუბარი რომ იყოს გარკვეული პერიოდი ძალიან ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის და ანუ სწორედ ეს გახდა მიზეზი სავარაუდოდ რომ გადაიდო ეს ტექდათვალიერება? გარკვეული პოლიტიკური მიზეზებით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეკითხვა ალბათ უფრო იქით მიდის თუ რატო ვერ ვაკეთებთ ამას, მაგრამ ნუ ალბათ პოლიტიკური მიზეზებიც იყო და ის მიზეზებიც რო არ იყო მზად ხელისუფლება, ხო. თუმცა ჩვენ მაინც როგორც ორგანიზაცია მე პირადად როგორც არასამთავრობო წარმომადგენელი უფრო მაინტერესებს საზოგადოებას რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ამის გადადებით და არა პოლიტიკური მიმართულება. ამიტომ ძალიან მინდა ვისაუბროთ და ალბათ თქვენც გექნებათ ინტერესი მოისმინოთ ის და თქვენს მაყურებელს თუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. კარგით, რა გითხარით, რა შეიძლება ხო, ნუ ის რომ საზოგადოება ინფორმირებული არ არის, ჩვენ გვინდა ძალიან დიდი სიამოვნებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის გამონაბოლქვი, რომელიც კატალიზატორში თავი დავანებოთ, თუნდაც ის გარემო, რომელსაც ქმნის ამდენი ავტომობილი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში გაორმაგდა, ფაქტიურად რაოდენობა გაორმაგდა, ეს ავტომობილები ძალიან კატასტროფულ სიტუაციას ქმნიან. რეალურად ჩვენ მხოლოდ ტექდათვალიერებაზე ნუ ვისაუბრებთ, აი ამ ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, თუ ჯანმრთელობისთვის რამდენად საშიშია ეს, ხო? და ალბათ საზოგადოებამ თვითონ უნდა მოითხოვოს შემდეგ ეს გამოვიდეს და აი ეს ბატონი, რომელიც დაგვიკავშირდა ძალიან კარგი შეკითხვებით დასვა და მისნაირი მოქალაქეები სწორედ რომ უნდა იყვნენ მოწადინებული იმისთვის, რომ ასეთი ტიპის აი დაბინძურებაზე თქვენ მოწოდებული ეს ფოტოები მინდა რომ საშუალება აქვს ახლა მაყურებელს დიახ, ეს არის სმოგი, რომელიც თბილისს აკრავს ზემოდან და ეს არის ნებისმიერ კარგ თუ ცუდ ამინდში და არ იწმინდება, მხოლოდ ქარის შემთხვევაში იწმინდება, შემდეგ ისევ დგება. ამიტომ ეს არის ჩვენი რეალური სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ ჩვენ საჭიროებებზე და როდესაც თავრობას ვეკითხებით თქვენ წარმომადგენლებს რატომ მოხდა ეს, ნუ პრინციპში გამოსავალი არის ის და რაღაც დაახლოებით პასუხი, რომ ისევ არ არის საზოგადოებისგან ეს მოთხოვნა. და ნუ რასაკვირველია ის რომ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, ეგეც სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ჯანმრთელობის მიმართულებით გვაინტერესებს ამ საკითხების განხილვა. რაც შეეხება რა ვიცი ხა სხვა თემები შეგვიძლია განვიხილოთ, თქვათ იგივე ის გამონაბოლქვი კონკრეტულად შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ალბათ გარემოს დამცველებიც ყოფილიყვნენ და აეხსნათ ის რომ რეალურად ამის შემოწმება არ ხდება როგორი ჰაერით ვსუნთქავს. ეს ფოტოები სადაც უბრალოდ შეუიარაღებელი თვალით შეიძლება ამის დანახვა რა სიტუაცია არის ქალაქში, გვაძლევს იმის უფლებას და საშუალებას რომ ვილაპარაკოთ ამაზე, რომ არის ძალიან მავნე ნივთიერებები რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს და წლების მერე გვექნება ამ შედეგი როგორც თქვი და პრინციპში ესაც გარემოს დამცველები კი არა თანამდებობის პირები რომლებიც იგივე სამინისტროს წარმოადგენენ საუბრობენ რომ პრობლემა არა გვაქვს ის სადგურები რომლებიც დაყენებულია ქალაქებში პრაქტიკულად გვეუბნებიან იმას რომ ნორმალური ჰაერია და აბსოლუტურად მისაღებია ადამიანის პირობებისთვის ფუნქციონალობისთვის დიახ რა თქმა უნდა და ისიც უნდა ითქვას ხმამაღლა რომ არ არის ამის რეალური სურათი ჩვენ რა გვაქვს არის მხოლოდ ერთი სადგური თბილისში და ისიც შედარებით სუფთა უბანში სადაც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე სადაც ხდება შემოწმება ხო ჰაერის თუ რა შემცველობა აქვს არის
ამის მიხედვით ჩვენ ვერც განსაზღვრავთ და ვერც ვისაუბრებთ თუ რას ვსუნთქავთ. სწორედ ამიტომ არის ჩვენ რა თქმა უნდა დეტალებზე როგორც თქვენმა მსმენელმა ბრძანა და მაყურებელმა ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ზოგადად არ არის ეს შესწავლილი თვითონ კომპეტენტური პირების მიერ და იმათ მიერ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ, ვისაც ეკუთვნის რეალურად ამის შესწავლა და რასაკვირველია ხა ის ადამიანები, ვინც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს, ვინც მოწადინებულია ეს გავაკეთოთ, ცოტა არ იყოს გვირთულდება, ხო? რეალურად ამის გაკეთება, ამიტომ სახელმწიფო ნება უნდა იყოს პირველ რიგში, უნდა იყოს ის აქტების, კანონების აღსრულება, უნდა იყოს ამაზე საუბარი, უნდა იყოს პრიორიტეტი პირველ რიგში სახელმწიფოსთვის, ხო? გარემოს დაცვის საკითხი. სწორედ ის რომ თბილისში გვაქვს მერების შეთანხმება და ხელმოწერა, ხო? ევროკავშირის მოლაპარაკების ფარგლებში, სწორედ ის რომ 20%-ით შევამციროთ CO2-ის თეორი, ხო? 2020 წლის არის ამაზე მიმდინარეობს რაიმე მუშაობა. რა თქმა უნდა არა და რასაკვირველია დეტალებში ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ საუბარი, ხო? რატო ხდება ეს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს, მაგრამ პოლიტიკასაც რო თავი დავანებოთ, აუცილებელი არის წინ გადავდგათ ნაბიჯი და ესეთ რა არის საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იმისთვის რომ მკვეთრი ნაბიჯები მთავრობისგან მიიღოს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ რაღაც წინააღმდეგობები გვაქვს ამ რეფორმებთან და ცოტა ისეთ მტკივნეულად მისაღებია ჩვენთვის ახალი ნაბიჯების გადადგმა შესაბამისად მთავრობაც იკავებს თავს ალბათ ამ ნაბიჯების გადადგმისგან, ხო? ჩალვა, ცნობილია თუ არა, რომ 2017 წელს ავტომობილებს რის დაკმაყოფილება მოუწევს, რომ თქვათ გაიარონ ეს ტექდათვალიერება? ეს ჯერ არ არის ცნობილი, იმიტომ რომ ჯერ არ არის გარკვეული ვინ ჩაატარებს ტექდათვალიერებას, უნდა ალბათ გამოცხადდეს ტენდერი და ასე შემდეგ, ჯერ უნდა გავიგოთ ვინ ატარებს ტექდათვალიერებას, შემდგომ ალბათ შედგება კონსულტაციები, იმედია დაწესდება შეღავათები პირველ ეტაპზე მაინც მძღოლებისთვის, რომ ეს მათ თქვათ ტკივილთ არა ისახოს მათ ჯიბეზე კონკრეტული კრიტერიუმები ჯერ არ არის ცნობილი. ალბათ გაირკვევა, იმედია გაირკვევა და მაქსიმალურად იქნება მორგებული ისე რომ არავინ არ დაზარალდეს. გარკვეული კრიტერიუმი ხა ალბათ წინა ბატონმა რომ დასვა შეკითხვა, ალბათ გვისმენს კიდევ ერთხელ, ჯერ კიდევ მას აინტერესებდა კონკრეტულად რა კრიტერიუმი ხა ჩვენ რო ჩამოვთვალოთ ხა ზეპირად მეც არ მახსოვს ზუსტად ის 360 კრიტერიუმი რაც იყო თავიდან სასურველი რაც ევროკავშირშია, თუმცა ყველა მძღოლმა ვინც ის საჭესთან იცის მისი ავტომობილი მეტნაკლებად ტექნიკურად არის თუ არა გამართული. აქ არის ელემენტარულ საკითხებზე საუბარი, ეს არის დაწყებული ფარებიდან, ნათურებიდან გაგრძელებული სამუხრუჭე სისტემით, მთლიანად ნებისმიერი ელექტრონული სისტემით, რაც ავტომობილს აქვს, ზრავით, გამონაბოლქვით, რაც უკვე ვთქვით, და ასე შემდეგ. ვიზუალური მდგომარეობით ასევე, ნუ ხა ოდნავ შეჭრილს იქ რა თქმა უნდა არავინ არ გამოიკიდება, მაგრამ მაგალითად ბამპერი რომ არა აქვს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქარო უკანა მინა არ კონდეს და ესეთი კრიტერიუმები არის. ხა რას მიიღებენ, რას დატოვებენ, რას ამოიღებენ, იმედია რომ საბოლოო ჯამში მაინც ისე მოხდება ყველაფერი ინფორმაცია მივიდეს ყველა ადამიანამდე, ვისაც ყავს ავტომობილი. არის თუ არა საჭირო ეს სპეციალური ინფრასტრუქტურა რომ მოეწყოს, თქვა გაიხსნას ცენტრები რომ ამ ტექდათვალიერებისთვის? აქ არის სერვის ცენტრებზე საუბარი, რომლებიც გაიხსნება, როგორც კი გაირკვევა თუ ვინ აკეთებს ტექდათვალიერებას საქართველოში, რომელი კომპანია ან გარკვეული ალიანსი შეიძლება ეს იყოს, მე დარწმუნებული ვარ, უდიდესი სიამოვნებით გახსნიან მაშინვე სერვის ცენტრებს ამისთვის. სასურველია რომ ეს იყოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სერვის ცენტრები, ეს იყოს სერიოზული ალიანსი ან სერიოზული კომპანია იმისათვის რომ იქ გამოირიცხოს რაიმე ცდომილებები. კარგით, აი ამ 2 წლის განმავლობაში სანამ თქვათ განხორციელდება ეს ტექდათვალიერება, რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება თქვათ ხო არ იგეგმება, რომ აი მეორად უსაფრთხო მანქანები შეიძინოს, მეორად მანქანებზე საუბარი მოსახლეობა. აქ კანონმდებლობას რაც შეეხება, ცოტა რთული სათქმელია სახელმწიფო რას გეგმავს ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და გარემო შედარებით გასუფთავდეს, წახალისდეს ახალი ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია შეიცვალოს რეგულაციები. კერძოდ, გულისხმობ იმას, რომ როდესაც 3% არის მხოლოდ 5 წლამდე ავტომობილებისა ჩვენს ქვეყანაში მთლიანი ავტოპარკის 3% ხო ძალიან ცოტა არის. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ძვირი არის ახალი ავტომობილების ყოლა დღეს, მაშინ როდესაც პირიქით უნდა ხდებოდეს წახალისება ხდებოდეს ახალი ავტომობილების და ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ჩანაცვლდეს ის ახალი ძველი ახლით. დიახ, ესეც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს და ამ მიმართულებით სამუშაო არის.
დასატარებელი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე დიდ მანქანებს ვართ რაღაც უფრო მოხიბლული დიდი მანქანა, დიდძრავიანი მანქანებით, რაც ასევე ბევრ გამონაბოლქვს წარმოქმნის. ამიტომ უნდა მოხდეს ახალისება, თქვათ იგივე დაბალძრავიანი, უფრო ჰიბრიდული, ნაკლებსაწვავიანი ავტომობილებისა და თქმა უნდა ეს ყველაფერი რაღაც კამპანიური ხასიათი უმნიშვნელოვანეს, იმიტომ რომ ჩვენი მენტალიტეტი ხვედების თქმის არ იყოს, რაც ჩაკომ ახსენა, თითქოს და არ ვიყავით მზად, მაგრამ აღმოჩნდა რომ საზოგადოება თურმე მზად ყოფილა და შეგვიძლია. ამიტომ დიდი ჯიპებიდან შეგვიძლია ისევ სახელმწიფო მოხელეებიდან დავიწყოთ ამ კამპანიის განხორციელება და დიახ, ეს იქნება ძალიან ესეთი ნაბიჯი და სამაგალითო ნაბიჯი მთელი საზოგადოებისთვის, რომ დაბალ რაღაც ან ჰიბრიდული ან ელექტრომობილებით შეგვიძლია დავიწყოთ და ეს იქნება რაღაც კარგი PR კამპანია ძალიან პოზიტიური. იგივე საზოგადოებისთვის. უმნიშვნელოვანესი ასევე არამოტორიზებული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ამას რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა ჭირდება თავისი, როდესაც ველოსიპედი გვინდა ყავდეს, ველოსიპედი გვინდა ქალაქში ყავდეს და ქვეყანაში. არსებობს ამის ინფრასტრუქტურა სხვა იგივე რუსთავში რატომაც არა, მშვენიერი ინფრასტრუქტურაა. თბილისშიც არის შესაძლებელი გარკვეულ უბნებში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ამიტომ არის გამოსავალი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამას ცოტა კომპლექსურად და სტრატეგიულად უნდა შევხედოთ და შესაბამისად უნდა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და არა ისე რომ რაღაცნაირად იგივე სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც პირდაპირ ეკუთვნით და ევალებათ პასუხები გასცენ ამ შეკითხვებს არ მოდიან სტუდიაში. კარგი, ბოდი საუბარი გავაგრძოთ აუცილებლად, მანამდე მაყურებელს მოусმინოთ. დასვით შეკითხვა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ეგ ყველაფერი კარგი, რასაც ამბობთ ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, მაგრამ გზებზე თუ ფიქრობს ვინმე საერთოდ ისეთი საშინელი გზებია, თვეში ყოველ თვეში ორჯერ ვაკეთებ მანქანას. და რა შეიძლება აი ასეთ იმას, სანამ ეს ტექნოლოგიები და ის შემოვა, მაინტერესებს ეს. საკუთარ საინტერესო კითხვა. აუცილებელი და ესეთი დროული კითხვა იყო, გვინდოდა მეც მინდოდა ამას საუბარი. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მხოლოდ ისე მოწყობილი სისტემა, რომ მოსახლეობას თხოვდნენ ავტომობილის შეკეთებას, გაკეთებას, კატალიზორის დაყენებას და რაღაც ფულის გადახდას. უნდა იყოს პირიქითაც ჯერ მოსახლეობამ უნდა დაინახოს, ხა პრინციპში გზები კეთდებოდა, დაიწყო საქართველოში ხა როგორც იყო 20 წლის წინ, ისე აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, როგორც ცნობილი სლოგანის არ იყოს, ბევრი გზა მართლაც გამოდის წყობრიდან და უნდა მიხედონ ყველს, ანუ უნდა დაინახოს მოსახლეობამ, რომ მარტო მხოლოდ მათ კი არ თხოვენ, მათთვისაც აკეთებენ რაღაცებს იგივე. ყველაფერი მიბმულია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ასე რომ ეს აუცილებელია იგივე გზების საკითხი. კარგი, მშალა საქართველოში შემოყვანილი მანქანების უმეტესობა უკვე არის მარჯვენა საჭიანი, ესე ვთქვათ, ხო? ხომ არ იგეგმება, ვთქვათ, ამ მანქანების იმპორტის შეზღუდვა. ანუ უფრო მეტად საავარიო სიტუაციებსაც ქმნის დამეთანხმებით ალბათ ეს მარჯვენა საჭიანი მანქანები. იცით როგორ არის? 60-40-ია დაახლოებით ახლა იმპორტის დროს, ანუ 60% არის მარჯვენა საჭიანი, 40% არის მარცხენა საჭიანი. და იზრდება, მე ვფიქრობ. იზრდება, ანუ უფრო მეტად ყიდულობენ მარჯვენა საჭიანი ავტომობილებს, იმიტომ რომ არის უფრო იაფი, იმიტომ რომ იაპონიიდან ჩამოყავთ, სადაც უფრო კარგად შენახული ავტომობილები ჩამოდის. თუმცა ტექნოლოგიას ეს არ ეხება იმ კუთხით, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილი ტექნოლოგიების პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემას წარმოადგენს შეიძლება გადატანილი საჭის მქონე ავტომობილი, თუ იქ ანუ იქნება შემოწმებული, უნდა შემოწმდეს, რამდენად კარგად მოხდა ამ საჭის გადატანა. მხოლოდ ამ კუთხით შეეხება ტექნოლოგიას. აქაც შეიძლება იყოს ხო ძალიან ცნობიერები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგი კარგად აკეთებს ამას, ზოგი ისე აკეთებს, რომ გამოდის რაღაც, მაგრამ რაღაც აკლდება, მაგალითად ერთ-ერთ ავტომობილში ჩვენ მეგობრის ახლობის ავტომობილში, რომელსაც საჭი ჰქონდა გადატანილი, ვერ ვიპოვეთ სალონის ფილტრი, საერთოდ ამოღებული იყო და ვთქვათ, მოხსნილი იყო, როცა დაფიქრდა მძღოლი ამაზე, მე რა აღმოაჩინა ეს. ანუ არის ხა შეზღუდვა, დაწესდება თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა, ხა ესეც იგივე საკითხი. ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. როცა მოძრაობა გვაქვს მარჯვნივ, რა თქმა უნდა, სასურველია რომ საქართველოში მოძრაობდეს მარცხენა საჭიანი ავტომობილები, ეს 2x2, 4-ია დაახლოებით ესეთი საკითხია. მაგრამ თუ ისევ იმ კუთხით შევხედავთ, რომ მარჯვენა საჭიანი უფრო იაფია, მოსახლეობას რატო ყიდულობენ, ხო? იმიტომ ხო ხორს ამოვნებთ. ფაქტია რომ ყიდულობენ, რომ არის უფრო იაფი. რა თქმა უნდა, ქალაქში არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, უფრო რა თქმა უნდა, ავტობანზე და ტრასაზე წარმოადგენს, სადაც გასწრებაზე გადიხარ, აქ არის სერიოზული პრობლემა ამ კუთხით. კარგი, ეკა, ტექნოლოგიების გადადების შესახებ რეკომენდაცია თუ იყო ევროკავშირის მხრიდან?
თუ იცით ამის შესახებ. ევროკავშირის მხრიდან ვიცით ის რეკომენდაცია, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ამისთვის გვაქვს რამდენიმე წელი მოცემული. ამ გადადებასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს უფრო შიდა პოლიტიკის ამბავი არის. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ 2019 წლისთვის საქართველოში უნდა უკვე ისეთ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი ავტომობილები, რომ ახლოს იყვნენ ევროპის ევროსტანდარტთან, ამიტომ ძალიან რთული იქნება თუ ამ პროცესის გადადება კიდე მოხდება, იმიტომ რომ ერთბაშად გაუჭირდებათ ნამდვილად ჩვენს მოსახლეობას მანქანების წყობში მოყვანა. ეს ევრო 3 სტანდარტის ავტომანქანებზე საუბარი რომ განმარტოთ. ანუ ვთქვათ შემოყვანილი რო იყოს უკვე ევრო 3 სტანდარტის ტიპის მანქანა. დღესდღეობით ამ ხრივ აკრძალვა არ არსებობს, კარგი იქნება თუ ეს რო განმარტოთ ეს ევრო 3 ტიპის ეს იგივე ეკოლოგიის საკითხია, ანუ მაგალითად ჩვენო მეზობლებმა აზერბაიჯანელებმა მიიღეს ეს კანონი და ევრო 4-ზე უარესი კლასის ავტომობილებს აღარ შეჰყავთ, ანუ იმპორტი აღარ ხორციელდება, ამან ცალკე პრობლემები შეგვიქმნა ჩვენ, ანუ ჩვენგან აღარ იყიდება ავტომობილები. ევრო 3 ეს ადრე თუ გვიან ჩვენც უნდა მივიდეთ აქამდე, უბრალოდ კიდევ ერთხელ მეორე ამას ჭირდება ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს საზოგადოება, უნდა გაიაროს სახელმწიფო. ისე გამოდის, რომ პრინციპში არ იწერება, არ არის ცნობილი გარკვეული კონცეფციის შესახებ, ანუ რა ეტაპზე რა უნდა განხორციელდეს. ისე გამოდის, რომ თითქოს ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, კიდე ბევრი ამაზე მსჯელობს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არის გარკვეული ასე ვთქვათ, უყურადღებობა ამ საკითხის მიმართ. ნუ არ ვიცი ეს რატო შეიძლება გაკეთდეს დუმილი. შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ მაგალითად არჩევნები მოდის და არ უნდათ ესეთი მტკივნეული საკითხების წამოწევა. არა და არ არის ეს ისეთი მტკივნეული საკითხი. თუ ამას ჩაუღრმავდებით, თუ ამას გარკვეულ აქციებს ჩავატარებთ, ისე როგორც ხვედრის შემთხვევაში იყო, თუ საზოგადოებას დავანახებთ, რატო არის უკეთესი, თქვათ, იგივე ტექნოლოგიების საკითხი, ადრე თუ გვიან, ყველა შეთანხმდება იმ საკითხზე, რომ ეს საჭიროა და ეს კარგია. კარგი, თუ დუმილი იქნება, ამ შემთხვევაში დუმილი კარგს ვერაფერს მოგცემს, პირიქით უარეს რეაქციას მოგცემს, როცა უკვე მივდავდგებით კონკრეტული მის წინაშე. თუ მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები, სპეციალისტებთან, რომ აი ეს ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა მოხდეს, რომ აი ეს უმტკივნეულად მოხდეს ამ დათვალიერების პროცესზე გადასვლა. ჯერჯერობით პრინციპში ახლა გამოცხადდა ამის შესახებ გადადების თაობაზე ოფიციალურად, ამიტომ მაგ მიმართულებით ამ ეტაპზე არ არის საუბარი, ნამდვილად ეკონომიკის სამინისტროს, ნამდვილად არ გამოუთქვა მსურველი რომ შევეკრიბეთ ორგანიზაციები, ვინც როგორც გარემოს დაცვის კუთხით მუშაობენ, ასევე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა ამ ეტაპისთვის. კარგით, ავტომობილებთან ერთად დედაქალაქში, ასევე ჩვენს ქალაქშიც მოძრაობენ ავტობუსები. ამ ავტობუსების როგორ ფიქრობთ, ეგ დათვალიერება თუ ხდება? მაგ თემაზე მინდოდა საუბარი, ჩვენი კანონმდებლობით ავტობუსებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ეგ დათვალიერება არსებობს და ეს კანონმდებლობით არის სავალდებულო, თუმცა ძალიან ბევრჯერ გვინახავს რომ ავტობუსები ისეთ გამონაბოლქვს უშვებენ, რომ ცოტა ეჭვის ქვეშ არის. მე პირადად ძალიან ვეჭვობ, რომ ასეთი რამდენად არის შემოწმებული ეს. მაგრამ რამდენად ამოწმებენ მართლა ეს რთული სათქმელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იგივე საზოგადოებრივ ავტობუსს მე პირადად მინახავს, დამინახავს, როგორი გამონაბოლქვი აქვს. რაოდენ შავი ბოლი გამოდის მისი მაყუთში. სათანადოდ არ ხდება როგორც. არა სათანადოდ ხდება, ამის გონივრული ეჭვი გვაქვს ყველას, ვინც ამ საკითხში ესე ვთქვათ, ჩახედულები ვართ. იმიტომ რომ არა და კანონში არის და იდეაში ხდება, მაგრამ არ ხდება ისე როგორც საჭიროა. და რატომ როგორ ფიქრობთ? რა არის ამის მიზეზი? ფიქრობ ამ კითხვის ადრესატი უფრო სხვა მიმართულებით. კარგი, ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოусმინოთ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ, სუკაცები. დღევანდელი დათვალიერებას რომ გვიდა. უკაცრავად კითხვამ გაიმეორეთ. დღევანდელი დათვალიერება არსებობს მიკროავტობუსებზე. არის თუ არა ეს? ანუ ინფორმაციას გვაწვდის ბატონი, რომ არსებობს. დიახ, როდესაც მიკროავტობუსების დათვალიერება თუ იქნება ტრანსპორტის, ვისაც 8 გზავრზე მეტი გადაყვანის შესაძლებლობა აქვს, ვალდებულია, რომ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება. ანუ ეს განხორციელდება მიკროავტობუსებზე, ვთქვათ, იგივე თბილისის რუსთავი თუ ვთქვათ შორგზაზე მიმავალ ავტობუსებზე. მაყურებელი ყავს?
კარგით, ბოდიშ. კარგი, ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში. მე კი ხვალ საღამომდე გემშვიდობებით ნახვამდის.